ამ ვიდეოში ნახავთ. ნახოთ აბა რანაირი ხინკალი იქნება თუ აჯობებს ქუთაისურ ხინკალს. მე 10-დან დაუწერდი ამ ხინკალს. ვიკენდია საქარავია იქ გახსნილიო, ვეიგე ქუთაისზე. მაშინ წევიდეთ. ნიგა, ნამყოფი ხარ აქანა? არა. აი, ესე გამოგიყურება. ვეიმარტის ჰოტდოგი. ეგ რაი. ახლა რა ფერს ხორობს ხალხი? სად მივდივართ ახლა? ავალს ნარი ყავაზე. გამიგონია. გაალ ქუთაისში ესე. ქუთაისში ჩვენ ყველაფერი გვაქვს. სალობიეშიო, მცხეთაშიო და თხოვნა მექნება კიდე აგერ ჩემ ქუთაისელებთან, ქუთაისელებსაც ხო გჭირდება ერთი იუთუბერი, ვინც გამოაჩენს ქუთაისს. თხოვნა ვყავდეს. ნუ ერთი სიტყვით გამოიწერეთ ჩემი არხი და აქანა-იქანა არ მოგაგტებათ. გამარჯობათ მეგობრებო, დღეს რანაირი სიმბოლური ადგილიდან გესალმებით შეხედეთ. ხო და რატო ვარ ახლა აქანა? აქანა იმიტომ ვარ, რომ მივდივარ თბილისში. გამაინტერესა იმ ადგილმა, თბილისში სასოსისე რო არის, ძველისძველი და იმას დავაგემოვნებ და გავსინჯავ. მაგის გარდა კიდე რისი ნახვა შეიძლება თბილისში იმას ნახავ. საქმე რაშია, იცი, თბილისში არ ვარ ნამყოფი ისე რომ ახლა თბილისში უმყოფელი არ ვარ. დავდივარ ხოლმე, მაგრამ რანაირად ვარ იცი თბილისში ნამყოფი? მაქვს ერთი ადგილი, წერტილი კონკრეტული, ვისთანაც მივდივარ, მივედი, იქიდან ნავდეხი წამოვედი ქუთაისში. ბინა ვიყიდეთ, 3 წლის წინ ვიყიდე, იონია არაფერი არ იყო და ახლა აშენდა და არც ვარ ნამყოფი შიგნით, მაგასაც ვნახავ. ჩემ კაი ხალხს მოვინახულებ, თბილისს ვნახავ, გამოვა რანაირი იცი? ქუთაისური განხილვა თბილისის. ხო და კიდე 4-5 კომენტარი ვნახე, რომ თბილისში არისო, ხინკალიო, აღმოსავლეთშიო, თუ არისო თქვენო ქუთაისშიო, რაიც თუ არ გავუშვა. მაგასაც გავტესტავ და ვნახავ. რანაირი ხინკალია თბილისში და შევადარებ ქუთაისის ხინკალს და ფასებს შევადარებ და გაჩვენებთ ქუთაისელის თვალით დანახოთ თბილისს. მადლობა ახლა ყველას, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და წავედით. ნახეთ? ოპა! ზაში ბენზინი შევისხით, გავჩერდით და შევალთ აღერ ახლა ვეიმარტში. მაინტერესებს არასდროს არ მაქვს ნაჭამი. სოკარის ჰოტდოგია, ხო და მოდი ახლა გავსინჯავ, ნახოთ ერთად რანაირი არის. ხა რაღაცა მგზავრობა მიყვარს და გზაში რაღაცებს რო ყიდულობ იმენა სნეკებს მევასება. ამდენს დავდივარ, მოვდივარ და რამე ბენზინის კომპანიას შეუძლია დამეხმაროს და ერთად ვივლით და ერთად გავაკეთებთ ყველაფერს. წევით ახლა ჰოტდოგისთვის. რამდენი რამე ყოფილა, Subway-ც ყოფილა აქანა. ვეიმარტი. ჭამოთ აბა ვეიმარტის ჰოტდოგი. ვეიმარტში ვიყიდე ჰოტდოგი და გადაღება არ შეიძლებოდა და აგერ ვენდიში გამევედით. ირმას უყიდეთ რაღაცეები, ქვეყანა ვილაპარაკეთ, ვეჯი ბურგერი და რაღაცა ფრი და რაღაცეები, მაგრამ არ გადაუღია და არც იყო გადასაღები. და ვერ შეჭამს ამის გამო. სანამ ირმას რაღაც მოვა, მანამდე გავსინჯოთ ეგე და ვნახოთ რა მოწონს აბა ხალხს თამაში. აი ესე გამოგიყურება ვეიმარტის ჰოტდოგი. კომფორტული საჭმელი ჩანს სხვათა შორის, რო ვაკვირდები. ეგ არის ძროხის ხორცი. სუნი აქ ძალიან კაი. ეს თვითონ სოსისი არის ძალიან გემრიელი. კაია როქშია. თავის соусებიანად ნახოთ. კეჩუპი, მაიონეზი და მდოგვი ვაკნევია. კიდე რაღაც სხვადასხვა соусები იყო, მაგრამ იგენი არ უქენით. აუ ძალიან გემრიელი გემოვა. ძროხის ხორცის სოსისი ძალიან გემრიელია და ჯერ კეჩუპი, მაიონეზს უშვებიან და მდოგვს და ზემოთ მერედებენ იმღენს. თელსიგზეზე არის соуსი და ძალიან გემრიელია. აი ასე შეგიძლიათ ჭამოთ. დაუსვრელად გზაში. რავი, ჩვენი ერთ ასახემსებელია და გემრიელი არის. რაც კი ჰოტდოგები მიჭამია ახლა მე ეს ყველაზე მეტად მომეწონა. ხახვიც რო კონდეს ახლა ამას, ჩემთვის იქნებოდა ვაფშე მაგას. ვენდეს აქ დახვეული ფრი.
აკებენ სხვათა შორის და ემის საკვები გიდა თქვენ არ გაინტერესებთ ამიტომ არაფერს. აი დახვეული ფრე. მეგონა соуსი მოყვებოდა, მაგრამ თურმე არა. შეკვეთის დროს ვერ დავინახე. მაგარი ფრია. მაგრამ ეს ჰოთ-დოგი მართლა ძალიან კაი ყოფილა. რომ მოხდილია რამე ის არის? ქვემოთ ჩასულა соуსები, მაგრამ აი დოქთან მივედი. მომეწი ბურახი ჩამაყოლები. ბურახი 0 დიეტაზე ვინც არის, სწორი კვებისკენ არ მოგიწოდებს ეს რაღაცა, მაგრამ ნუ კალორიები არა აქვს რა. შენი მაგიც გამასინჯე რა არის მაგაში? კარტოფილი, სალათის ფურცელი, პომიდორი და რაღაცეები არის რა. რა უნდა იყოს ახლა მე ხორცი თუ არ ვჭამე ისე არ გამოვა არაფერი და. რას დავაკვირდით? ფორცი რო არა შეგნით, соуსებზე უფრო ფიქრობენ, თუ ასე ვფიქრობ, იმიტომ соуსებს აქვს ძალიან კაი გემო. ფრიც გემრიელია. პრეპი ახლა ვინც ხორცს არ ჭამს, იმისთვის კაი იქნება. მე აგერ ჩემ ჰოთ-დოგს მივადგებისები, ადარებენ ალფის ჰოთ-დოგიც გამიგონია კაი არისო და იმასაც გავსინჯავ და მე შევადარებ რანაირი არის, ან რომელი ჯობია. მე დახვეული ფრიც კაი ყოფილა, რაღაც ორიგინალური არის. მარტო ასე მგონი არ გამოუვიდათ და იმიტოს. აი რატო მართლა მე მომწონს, აუ გემო აქვს სხვანაირი კიდე გემრიელი. ნამდვილი კარტოფილის გემო აქვს და მე მომწონს ეგ. ზავრობა რის გამოც მიყვარს არის მანქანაში ჭამა. ეს არ არის იმდენად სასიამოვნო რომ გადმოხვალე ჭამა. მანქანაში ჭამა არის ყველაზე მაგარი. დამეთანხმები არ ვარ. მეც მევასება. რამე სნეკიც ვიყიდოთ ახლა და დავაი. ცოტა დიდხნიანი გაჩერება კი გამევიდა, მაგრამ არა ოშას. ჩავალთ იმედია თავის დროზე. ნაზუქის ყიდვა მინდა. ბავშვობას გევიხსენებ. რამდენ ჩევივლიდი, ჩამევლიდი, ნაზუქს ყიდულობდი და ახაც ახლა ნაზუქის გარეშე არ მინდა ჩევიარო. თუ ავტობანი არ ცდება მაგ ადგილს რა. წევით ვნახოთ. ზესტაფონზე უარეთ გვერდი. ახლა კაი არის, რომ მალე ჩავდივართ და ავტობანი არის, მაგრამ იმასაც თავისი მუღამი ქონდა ამ გზებზე რომ ვიდიოდი და მაგნაირ ადგილებზე რომ ვაჩერებდით რა. ნაზუქი მინდა ვიყიდო და იმედია არ უვლის გვერდს და რა შეიძლება ამ ავტობანზე გადასახლებები რომ გააკეთონ და მაგნაირ რაღაცეები რაც არის სურამში, ნაზუქი, ზესტაფონში რა იყო, თიხები იყო, ხაჭაპური, ზესტაფონის, აშორში ხამაგები. რა ხდება? ავტივართ. ვეღარ ვსუქთავ. გამოვწდი სურამს. მეგონა რაღაცა გადასახვევიან, რასაც დავინახავდი. აბა, ჩამევედი გორში. გორს კიდევ ვცნობ ამით აგე. ქარის წისკვილებით. არა უშავს. ჩამევედი თბილისში და რა არის ეგი ახლა სტუმართ მოყვარეობა? ეგ რაი. ახლა რა ფერს ხორობს ხალხი? ათი წუთია ვდგავარ აგერ. გევიარებთ ლად 10 მეტრო. აი, ჩვენი ბინა. კაი, წევით ახ შემდეგ ადგილზე. ხო. აი ცანით ეს არის ჩემი დაქალი ნიაკო. დავქნი რა ხელით ხო? აი ასე. ой, მადლობა. ინტერვიუ გამარჯობა. კი. ანუ რა გაინტერესებს ჩვენი მეგობრობა როდის დაიწყო? ჩვენი მეგობრობა დაიწყო ღრმა ბავშვობაში. ყოველთვის მე პატარა ვიყავი და სულ მაწამებდა და არ მედაქალებოდა. ხო, მაგრამ ერთხელ დაბადების ღერო ქონდა და 8 წლის გახდა. მაგრამ ახლა მასულა შემთან დაქალობა და მე ცოტა ისე ვიყავი რა.
რაღაც ერთ ფაქტს მოგიყვებით, ეს 8 წლის რო გახდა. მივედი მის დაბადების დღეს და მე საჩუქარი არ მქონდა და 8 წლის არა 4-ის. 4-ის არა 4-ის, აი 5-ის. ნუ დაბადების დღე რო ქონდა, მე არ შემიშვა მის დაბადების დღეს. რატომ მეთქი და საჩუქარი არაფერი არ მომიტანა და ეხა ისე ხარ შემიშვა და მის მე აღარ მეგობრობთ. გაიგეთ რომ ჩვენი მეგობრობა როდის დაიწყო? ჩვენი მეგობრობა დაიწყო, ანუ მთელი ცხოვრება ვიცნობ მეგობრები ვართ. კი. კარგად. კაი, ახლა წევედით. ვნახოთ ჩემი ბიძაშვილი ნინიკო. სახლს ხო ძლივს მოვაგენით, მაგრამ ახლა მანქანასთან დავტოვეთ იმას, რომ იმაგნებია, ლადური გვარი იქნებოდა. ესე იგი, როგორც იქნა ნინიკოს სახლს მოვაგენით, ყვირა დღე გვაქვს ნათესავებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის. ორშაბათი გვაქვს ცოტა საქმიანი ვიზიტები, ამიტომ დღეს ჩვენი დღეა. რა ლამაზი ადგილია. წევით ახლა ნინიკოს, ანდრეს და ჩემს სიძეს გაგაცნობთ. წევით. ვა! ბარო, დათკა. ფეგურც უყურთ, მე რა ფიტასუსტებულ ხარ? მომატებული ოღონ დაჟე. აი, ხალხო, გაიცანით ჩემი სიძე. სასწაული 30 კილოდე იკლო. არა. აი ნახე ხალხ, თბილისი ჯობია კუთერიც. გადაახედე ხალხი პროსტა, გადაახედე. შენ რიონი გინახია? შენ მტკვარი გინახია? იმან მითხრა ქუთაის ჯობიაო ესო თბილისიო და. აჰა. როგორი ხარ? ხალხ ქუთაისში ესე. ქუთაისში ჩვენ ყველაფერი გვაქვს. მაგრამ კაი ხედი არის. ქუთაისის ხედს ვერ შეედრება ვერც ერთი ხედი ახლა ჩემი თეთრი ხიდიდან გადახედოს, მაგრამ არა ისე მართლა კაი ხედი არის. გოლი. მიდი? მიდი? პენალი. რაფერზე შემოვიდა დადო გოგო. შოშა ინას უყარა რომელი დაარტყეს. მამას მოვატყუე რომ მამას არის. კაი, ახ ჩვენ ფეხბურთს ვუყურებთ და მე შემოგეხმიანებით. გამოვედით ახლა. რა გამოვედით არა. აიტო არ. უკვე დამეწყო ჩემი დიდი ხანი აქანა გაჩერება არ შეიძლება. გამევედით ახლა ქალაქში და ადგინა ეიფელი. ხო, აბა თბილისის ანძა ჯობია ეიფელს. მე მირჩევნია მართლა. წევიდით ახლა საღამოს თბილისს დაგათვალიერებიებთ. ამდვინ კარენოი თბილისელთან ერთად ჯერ იყო ხოხობი და მერე იყო დათო. ეს მართლა ძველი ქალაქის კედელია ეს რა. უბრალოდ განახლებებით თქონდა თავის თავს რა, ეხლა ჯობია რაღაც გამაგრებული რაღაც, მაგრამ ხო ვიხდები რომ ეს ჯობია კოლიზიონში. ეხლა უფასო 25 ევრო არ გინდა. ბაზარი არა. ვა, რა მაგარია შეხედე. მოვედით მეგობრებო, რა ადგილი არის აბა რო გითხრა? აბა ნოების თავზე ვართ რა ზუსტად რა. ძალიან ლამაზი ადგილი არის. ქუთაისს შევადარებდი რა. ხო და რაფერაც ვიცი, აქ დაიწყო თქვენი სიყვარულის. აქ დაწყებული, აქ უბრალოდ ხელი უთხოვე. ხო, აქ თხოვე ხელი. შვენიერი ადგილი არის ხელისათხოვნელად მართლა რა. კაი, წევით ახლა. სად მივდივართ ახლა? ავალ ნარი ყალაზე. გამიგონია. ვიკენდია საქარავია, იქ გახსნილიო, ვეიგე, ქუთაისში. მაშინ წევიდეთ. ვიკენდია საქარავი არის? აქანა?
რეგიონები ქუთაისელი მაგას მიყავს თქო რა. ხო. იმან თქვა რომ გავსინჯიო და მაგარი ვაფშე სხვადასხვა არისო რა. სადა დედამიწაო. აი როგორც ქუთაისო ვერ შეადარებ თბილისო, ისე ვერ შეადარებ თბილისო ბრიგადი ასაკავების ქუთაისოს. რა ფერგები გვახა მაგრამ ანუ ոնს პირიქით შეატრიალო ეთემა რა. მე კაი ხალხმა იცის რატომ მიყვარს ქუთაისი და რაღაცა და შენ რატო გიყვარს თბილისი აბა მაგალითად. ბიჭო, ანუ ბევრი ის არ უნდა. აქ ხო დავიბადე. აი მართლა ძალიან მიჭირს რა, იმ მოსწავლეთა მაფრო. ნებისმიერ სხვა ქალაქში ახლა და ქუთაისზე კი არა მაგ გართულება. ანუ ვერ გამყოფილ ვარ ახლა დასასვენებლადაც და ისეც რა, ანუ რა ვიცი. ბევრ ადგილზე ვარ ნამყოფი, მაგრამ აი რაღაცა ხო ის გინდა არ გინდეს აურა მაინც არის რა, რაღაცნაირი ისეთი. ხო და აი ძალიან შეჩვეული ვარ და ძალიან მიყვარს რა ეს. ის მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა ახლა მე ბავშვობიდან ვიცნობ როგორი იყო ეს იტალიური ეზოში ცხოვრება და რაღაცა რა. მაგრამ ამის მიუხედავად ბევრი შეიცვალა, ისეთი სამეზობლო აღარ არის. ახლა ნებისმიერ თბილისელი მაგას გეტყვის რა. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი მაინც რა რაღაცნაირი თუნდაც ჰაერი, აი გულწრფელად ვამბობ. ხო როგორც დაბინძურებულია. მე მეგონა მარტო მე ვიძახოდი ამას და თურმე ყველას თავისი ადგილი მაგიტო მოწონს რა, აურა და ჰაერი და რა ხალხი ეხლა ხო ვიცით რომ ეხლა თბილისში ნახევარ საქართველოს ცხოვრობ ხო ფაქტიურად. მაგრამ მაინც რა რო იყოს მომენტი თბილისში აი ვავქნა არ შემიძლია. განაც თბილისი აი ნებისმიერ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ხო არის თბილისზე წარმატებული ქალაქი, არ შემილია რა. ისე მიპასუხა რომ ვერ შეეწინააღმდეგები ვერანაირად ისეთ ადგილზე ცხოვრობ თან რომ რა ვიცი კორპუსები არ არის ჯერჯერობით. აქედან ამოვედი მე. ეს მომოვედია. ეს სამწრივია. აჰა, კაი არა მოსულა რაკედან. ამიტომ არის კაი გიდის მომსახურება, ხო? შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ ეს რა არის. ხო კედელი გონიათ მარტო, მაგრამ აგერ დათოგვეტყვის რა არის, აბა? ბერლინის კედელის ფრაგმენტი არის, რომელიც გერმანელმა ხალხმა ადლიერების ნიშნად გადმოგცა ჩვენ და სამოხსოვრო საქართველოსთან. ევროპის მოედანზე თბილისში, მეიდან სიახლოვეს. მოხ სამოხსოვრო. ძალიან ისტორიული რაღაცა არის და ერთი შეხედვით ახლა რო შეხედავ, მიფიქრებ რატოა ეგ აქანაო და თურმე მაგარი არის. იქეთ იმას შევეხე, კოლიზეუმს. აჰა. ახლა ეგიც დავამატე სიაში. საბაგიროთი ავიდეთო და ნახოთ. მოდი, მოდი. შევედით. რა ხდება, აბა? სად ავდივართ? მანე თავაზე გადმოვიხედებით ეს რა. ყავ ისტორია შევეხედე. ისტორიაზე გავიდეს. გასაგებია. გაღირდა იგი? აუ 2 ლარი ან 2 ლარი ნახევარი არ მაქვს. აბა ჩვენთან ქუთაისში ლარი ღირს. ლარიანი საბაგიროები გვაქვს აქ ერთიო. კი? კი, უბრალოდ ეს არის ტურისტული საბაგირო. არა, ძალიან ლამაზი ადგილია და ძალიან ლამაზ ხედებია. ძალიან ლამაზი ადგილზე ამოვედით ისე. გური ლამაზია. ძალიან ლამაზია. კამერის გარეთ. არ ისე მაინტერესებს მისი ემოცია. მალადეც ჩემ გიდს ძალიან მაგარ ადგილზე ამომეყვანა. სადა ვართ აბა ვინ მიხვდება? ვერავინ ვერ მიხვდება. ახლა ნახავთ სადაც ვართ. რაფერაც ნახავდით ქართლის დედასთან ამევედით და ისტორია კიდე დავითას. ქართლის დედა დაიდგა თბილისის 1500 წლის იუბილეოსთან დაკავშირებით 1958 წელს. უნდა ყოფილიყო დროებითი რა იდეაში.
მაგრამ 5 წლის შემდეგ, ანუ 1963 წელს მივხვდნენ რომ ჯობდა რომ ქართლის დედა ყოფილიყო მუდმივი რა, ანუ და ამიტომ მოხდა ხის ქანდაკების მეტალი დაფარვა, ანუ იმით ალუმინით. აჰა. ხო და ამის შემდეგ უკვე იმდენად იერსახე მიიღო რომ გადაწყვიტეს რომ მთლიანად ჩაენაცვლებინათ მთლიანად ანუ მეტალის ქართლის დედით და ამიტომ 97 წელს 2 დღით ისე მოხდა რომ სანამ ძველი ზემონტაჟი მოხდებოდა 97 წელს 2 ქართლის დედა იყო თბილისის თავზე. ფოტოს ვიპოვე მეგობრებო, თუ ვიპოვე და გაჩვენებთ. ისტორია მაგარი არის. როგორც ჩააკვეხე რომ ეგიდი არა ვარ. ხო, რაც იცის და გაუგონია იმგენს ლაპარაკობს. ეს არის მეიდანის უძველესი ბაზარი. ამნაირ ადგილებს შენით ვინმე თუ არ გაყვა და სპეციალურად განახლა სავარაუდოდ ვერ ნახავთ. შეიძლება ლამაზი ადგილი არის. ჩურჩხელები, რაღაც სუნელები. ერთი სიტყვით ძალიან ბევრი რაღაცის ნახვა შეგიძლია, სურათები, სუვენირები, ჩურჩხელები, რა ვიცი, დასაკრავი ინსტრუმენტები, ძალიან ბევრი რაღაცა არის და ძალიან ლამაზადაა ქვემოთ მოწყობილი ყველაფერი. ბაზრიდან გამოდიხარ და ხვდები პირდაპირ კლუბები, ბარები, თანამედროვე ცხოვრებაში ხვდები აქედან. ეს რა არის? საი ქართული გუნდები აქტინახია. აჰა, გასაგები. ახლა მგონია რომ გატყავება იქნება. ხალხი. აქ როგორ არის? ქართული შედიხარ, it's okay. თუ შედიხარ ქართული სიტყვა არიცი, ხო შედიხარ და იღებ, ანუ იმას რა, შოტს რა რომელიც დღეს 8 არის. ხოაზე ხარ შენი ჯგუფი 8 არის, ესე? მაგრამ რო გადიხარ ის 8 არიანი 80 ლარი ყოფილა შენ ნოლიანი ვერ დაინახე. ძალიან ცუდი საქციელი არის მაგ. არქნათ. აი წავედით ახლა აქ. საქართველოში აღმოჩენილი პირველი თამადა. სოფლიოში არის პირველი. აჰა, გასაგებია. და ანუ ეს ნიშნავდა იმას, რომ ღვინის კულტურა იყო განვითარებული ჩვენთან სოფლიოში პირველად. სოფლის კულტურა. ეგითოდით? ამისი გესმე, ეგ ქალაქში ყოფილა. I am the joker in the Galaxy Rainbow. რომ ეუბნებოდით ქუთაისიო რაის ხინკალი იწიო ფორმას მიწონებდით და რაღაცა მევედით აგერ ახლა ძალიან მაგარი ხინკალი არისო ნახოთ აბა რანაირი ხინკალი იქნება თუ აჯობებს ქუთაისურ ხინკალს 10-ის ნახევარია და 10 საათზე იკეტებიან და შეკვეთას აღარ ვიღებო წევიდეთ ახლა სხვა გავნახოთ სად შეიძლება კაი ხინკლის ჭამა დათოს საუკეთესო ხინკალი ვერ გავსინჯეთ ახლა და აი ხა მივიდეთ მეორე აჰა მეორე რიგით მეორე ხინკალი მასპინძელოში მევედით და ვნახოთ ახლა რანაირი ხინკალია სად მოვედით აქანა მოვედია რა ეგე ჩემიკ ნელა უსწორდება ეგე ეგე რა მომდის ახლა დიდი ხანი გაჩერება არ შეიძლება თუ არა 3 საათში უკვე ქართული სწორი მეტყველება დაიწყო და ეს 3 დღე რო დავიტოვო არა სად მევედით აბა რესტორანი მასპინძელო ექსპრესში ამა თავთ არა ექსპრესიც მაგრამ იქაური ხინკალი არ მოგწონს ჩვენ მოგწონს ექსპრესის ხინკალი თვლი რომ ქალაქში მეორე ხინკალი არის ეს მესამეს რომელს ვიტყოდი იცი პუშკინზე არის ხინკლის
ფაბრიკა, ესე ქვია რა. მაგრამ მეორე არის ეს, მართლა. მაგრამ რახანს არსებობს პირველი ხოლმე, აქ აიხანი არ ყოფილა. იმიტომ რომ პირველი არსებობს, ხო ის მეორე მაინც მეორეა რა ეგ მომენტი. გასაგები. დადნი მიეცემა რა, ისე რომ ანუ ხო ძველი მქონდეს ამ ხალხს არ მოვიჭერე გაიგე. თლა არ მეიც. გასაგებია. ანუ ახლა გავსინჯავ თბილისის მეორე ხინკალს დათოს აზრით და ეს ხო მოგეწონება და წარმოიდგინე პირველი რა იქნება მე. აჰა, რა გათვლა იყო უყურე შეიძლება თან არც იკეტებოდა და იმიტომ გააკეთა რომ ასე ყოფილიყო გაიგე. ხო, რაც იქნება რეალურად ვიტყვი, ყველა მიცით რომ მე აფერისტობა არ მეყვარს. თავი მე გადავიღე როგორ მოგაწვიან. რა ფორმით? და შტატივზე გამედა და აი როგორ მოიტანს მინდანი. ცეკვავს მიმტანი თუ მართლა? და შეახოს და ეგრე მოვა. შო უკვე ერთი ქულა მე ემატა მაგას. სანამ ჩემთან ხინკალი მოვა, მანამდე გამეიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქო ვიდეო. ეს არის ღილაკს მიაჭირომ კიდე, რომ არ გამორჩეთ. თავარი. ლიმონათები მოვიდა, ყავს ინჯავახა. ბილია. კარიცი. შაქრის გემოა. შაქრის? ანუ 10-დან 10-დან მე შაქრიანი არ მეყვარს და 10-დან 5 ალბათ. 0-ს ვამ ყველაფერს და შეიძლება მაგის ბრალი არის რომ შაქრის გემო მოდის. მეორეც გავსინჯავ და იგივე ნახე. გისია. ტარხუნა, ლიმონი და პიტნა. აჰა. ნო. სუნი უკვე მომწონს. ეგი გაი. 10-დან ხო რა. ამასაც ჩაქარი აქვს, მაგრამ ის სიმშავეს მიყავს თავის გემოზე მაინც და კაი არის. ეს გემრიელია, ლიმონის გემოც მოდის, პიტნის გემოც მოდის და შავი არის და ლიმონათი არც ერთი არა. ნუ ამას მე დავლევდი კიდე და ამას აღარ დავლევდი. ისაც მჟავე მოგწონთ, ის შეგიძლიათ შევკვეთოთ. ეს ძალიან ტკბილია, ტკბილები ვისაც გეყვართ, ესეც ნორმალური იქნება თქვენთვის. ეს წვენილი და 20 ხინკალი არ ვიცი გამიგეჯე. 5 ქულა ხო ქონდა? ჩამოვიდა 3 ქულაზე. იმიტომ 22 ლარი ვერია ჩემთვის. ქუთაისელები არ ეხთიან მაგას. ხოდა ფარი დაწესებულებები, სადაც მასე ღერს, მაგრამ მან არ დავდივართ ხოლმე რა. ხოდა ეს გემრიელი იყო. ამასაც დააკტა ქულა და ჩამოვიდა 7-ზე ამიტომ. 122 ლარი ძვირია. ხინკალი რა ღირს? ო, არ ვიცი. ხინკალი ღირს ქუთაისში სტანდარტულად ლარნახევარი ეს. მინიმუმური ეღირე, მინიმუმ. შეიძლება 2 და 20. სამუშაო დღეებში რაღაცა 5 საათამდე თუ მიხვალ არის 30% ან 40%. ნუ ლარი და 20-ში გამოდის. იმაზე დააჭირეთ, სანაპიროზე არის ლაროტრინია ხოლმე. არა, მაგნაირ ხინკალი არა, კაი ხინკალი, რაცა საუკეთესო ქუთაისში ღირს ლარნახევარი მაქსიმუმ. ლარი და 20-იც ღირს და კაი არის. ისე აგროჰობის ხინკალს აქებენ და ქუთაისში რო ჩავალ იქან გავსიჯავ. ორიგინალური მოსვლა არის. ავსინჯოთ აბა. აჰა. გასაგებია, რაზეც ამბობდნენ, ანუ ფორმას რო უწუნებდნენ, ფორმა მართლა კაი აქვს, რავია. კაი რა, განსხვავებული აქვს, მე მიჩვეული ვარ ქუთაისში იმნაირ ხინკლებს და, რავი, იგიც ჩვეულებრივია ჩემთვის. თავარი არის გემო ახლა. კაი. კაი ხინგალია მართლა. თან გაითვალის ინვესტორი ქალაქში მეორე. მეორე. всё, ხო გეუბნებით, იხრიკები იხმარა, ახლა ეგი თუ იმნაირია, წარმოგიდგენია, იგი უკეთესი ყოფილა და всё. არა, მართლა გემრიელი ხინკალია. აი, ნახეთ. მე წვენს მოუმატებდი ოდნავ. ეს ყველია. შორის ინკურაში კიდე ჩა. გემო.
დემო მართლა კაი აქვს, მაგრამ მართლა წვენს მოუმატებდი ოდნავ, ცოტა წვენიანი. შენ რაფერ მეგეწონა ყველის ხინკალი? აი, რამდენს დაუწერდი 10-დან? 15-დან თქვა. 15-დან რამდენს დაუწერდი? 13. თერმე დაუწერდი. მე 10-დან დაუწერდი ამ ხინკალს 800. რაც 800, იმიტომ რომ წვენის გამო ცოტა აქვს წვენი. და ფასი არ ვიცი რა აქვს და ალბათ ფას რო გავიგებ, მე რას ვიზამ არ ვიცი. მაგრამ გემრიელი ხინკალია რა ერთი სიტყვით. შეიძლება მოსვლა და ჭამა. გემრიელი ხინკალია. ირმა სოკოს ხინკალი რანაირი იყო? თქვენ დამიწერეთ კომენტარებში თუ ხართ აქანა ნამყოფი და თუ მოგეწონათ აქაური ხინკალი და თქვენს ათვლით კიდე რომ თბილისში არის საუკეთესო ხინკალი იგიც დამიწერეთ. გავი ეს ხინკალი ნორმალური არის, უბრალოდ რაფერაც გითხარით წვენს მოუმატებდი და ეგა არ ვიცი ფასი, მაგრამ ფასაც დაუკლებდი უკვე. იმიტომ აქაური ფასები რომ მითხრენ თბილისში ხინკლის, ეგი არის უბრალოდ ქუთაისელის შეფასება აქაურ ფასებზე თუ არა. მეტი არაფერი არ. კაი ხინკალია, მაგრამ რატო ამბობენ რომ ქუთაისში არ არისო, არ ვიცი. შეულებრივ ხინკალია. ვინ ამბობს ქუთაისში არ არის? ბიჭო რა არა მიწერენ კომენტარებში რომ თქვენ რა იცით მაგეთ ხინკალი არისო? აქეთ აღმოსავლეთში. ეხლა მე და გაწევ სულ დავწივალ გადაწყვეტს, მაგრამ ვადას ვერ ვიტყვი რომ ეს ქუთაისის ხალხური ხინკალი უჭამე. ეგეთი თბილისში არ ვეჭარ. ფასი გევიგე და რაფერად გითხარით კიდე დავაკელი ერთი ქულა და ჩამოვიდა 8 ქულაზე. 8 ქულა იყო. ქონდა ხო ისედაც? ხო, 7 იყოს. ჯობია. ქალაქური ღირს 2.45, სოკოსი 2.25. ქუთაისიდან გამოსული კაცისთვის 2.45 ძვირია, ამიტომ ჩვენთან ღირს ლარნახევარი და გარკვეული დღეები არის და აქციაში თუ ჩაჯექი და რაღაცა შპაგატი გააკეთე 10-დან 5 საათამდე ღირს ლარი და 20 ხინკალი და არის ჩვეულებრივი. ზომაც ამხელა აქვს, შეიძლება უფრო დიდი. ქუთაისში უფრო იაფი არის რა ერთი სიტყვით და აი იქ ნომერი პირველი იქ ორი არის. ნუ ორი ძვირია, მაგრამ შეიძლება. თანამაზე კარგი მინივენი გამოვიძახეთ, ტაქსის ფასებზეც არ მინდა ქანა ლაპარაკი ახლა. წევით? ხო, ნინიკოს არ იცნობთ. კადრებში ნახავდით, მაგრამ არ უნდა დალაპარაკი და ხინკალმა გავაბედნიერ, ახლა კაი ხასიათზე არის, აბა რანაირი იყო ახლა დღევანდელი? შვენიერ, მეც მომეწონა, კარგი იყო და მე ხვალ შემოგეხმიანებით და ეს კაი ხალხი და გემშვიდობებათ, ასე რომ ნახვამდის. რა უნდა ქნან? და გამოიწერო. კი, და დაილაიქონ ვიდეო. მე ვედი ამის გამო ჩამევედი თბილისში, რომ ენახა აქანა ებინა და 3 წლის წინ ვიყიდე რაფერაც გითხარით ებინა და ნანახი არ მქონდა თურმე აშენებულა, გაუგეთებია ყველაფერი, კედლები, იატაკი, ყველაფერი, გადიხარ, აგი რაივანი. რავარი ხეთზე არის და რაშია საქმე, ახდევიან გარიშო უნდა ხარჯები და აცხა იქნება. აგერ საძინებელი. აუჭირს. ნორმალურია რა. ხარჯებს ვერ გაჩვენებთ, მე თვითონ მის ხდება გული და შეგიძლიათ კომპანიების შემეხმიანოთ და დამეხმაროთ რაღაცეებში, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა. შეგვიძლია ვითანამშრომლო. ეს რატომ აფარია? ეგ იმიტომ აფარია, ამის გარეშე არ შემომიშვენ. კაი, ახლა წევიდეთ სხვაგან და სხვა რამე დავათვალიეროთ თბილისში. წვიმა არის და რამე დაწესებულებას თუ დავათვალიერებ. წევით? წევით ახლა იმ სასოსისეში, სადაც გითხარით, შენ ხარ ნამყოფი ვაჩე? კი, მე. გადიხარ სულ? მარტო მიდიოდი. გიყვარს სოსისე? კი, კაი არის. წევით ახლა. დავაი, დაკალი. მე ვედი აგერ. ეგერა. აი. თქვენ იგეცოდინებათ, აგერ ლანა, ჩემი ბიძაშვილი, ნიკა, ძიძე. ანუ ამის ბიძაშვილებზე მეტად სიძეები უყვარს, ეს არის მორალი. ნიკა, ნამყოფი ხარ აქანა?
არა, ეხლა შენ ქუთაისიდან ჩამოხვედ და მივყავარ პირველად. ისე გამეიყურება, იგი მუშაობს? აუ! არ არის. დაკეტილია. ქუთაისიდან ჩამევედი, რომ ახლა მისულიყავი და შეხედე. დაკეტილი არის. რა ვქნახა? საწევიდეთ. სასეინოთი. რამე ამნაირი ძველი რაღაცა. ღაზიაში სახი. ისაც სოსის, ისაც სუში. ლოად აწი ჩვენ წავალთ გადასაღებად, ეს აღარ წამოვა. გავარკვიე რომ თურმე 5 საათამდე მუშაობენ და დავაგვიანე. მეტი დრო არ მაქვს ახლა მე. დღეს მივდივარ ტოვებ ჩვენ დედაქალაქს და აკვნა, მოხვდები კიდე თბილისში და მოვალ და მე გავსინჯო. არა და ძალიან მაინტერესებდა რანაირი იყო. წევით ახლა სხვაგან სადმა. ის სასოსისე კი დამხვდა დაკეტილი, მაგრამ თბილისელებს რო ვკითხე, აქ მირჩიან წამოსვლა. სასოსისე თუა დაკეტილიო, მაშინო სალობიეშიო, მცხეთაშიო და წევით აბა. შეუკვეთე ლობიო, ჭადი და მწვანელი. შავეც მინდოდა, მაგრამ შავე აღარ იყო. აღარ იყო რა, მარტო პიმპილის შავე იყო და პიმპილის შავეს კიდე მე არ ჭამ. ახლა რაშია საქმე? ფასები, ლობიო ღირს 6 ლარი, ჭადი ღირს 4 ლარი და მწვანელი ღირს 9 ლარი. უცნაური ფასების კომბინაციაა. კაი, ფასებს თავი გავანებოთ ახლა. გემუარი მთავარი და აკაურობის ისტორია კიდე მთავარი და რავი ძალიან დიდი ხნის არის და სასოსისიც კაი იქნებოდა, მაგრამ ეგეც კაი არის ახლა რაფერაც ვატყობ ჭადი. ჭადი თბილი არის. ჩაზელილი ლობიო არის. გონია გავსინჯოთ. ზეთიანი ჭადი არა, ისია გამომცხარე. სუნი კაი აქვს. გავსინჯოთ ახ თვითონ ლობიო. ცხელია. პირი დავიწვე. თიხა ინახავს სიმხურვალეს კარგად რა. ნახოთ აბა. შიშხათიანი არის. ო, რა კაი ლობიოა. კაი არის. ქუთაისის ლობიეში რო ვიყავი იქანა ლორიანი ლობიო ჭამე და იმას ვერ შევადარებ. და იგი არის ძალიან გემრიელი არის. ბარილის სიცხარე, მწვანილები, ყველაფერი აქვს. იდეალურად რა ლობიო რაც უნდა იყოს, ვისაც ლობიო გიყვართ, ძალიან მოგეწონებათ. გემრიელი ლობიო არის რა. მცხეთაში რო დადიან ლობიოსთვის მართალი ყოფილა თბილისიდან. და აქვე არის რა არის. გამოვიდეთ თუ არა აქვე. ბოლოკთან ერთად მაგარია ლობიო. ამ ბოლოკმაც თავისი გემო მიცა და წევით საგაიკო. პრასი, აუ რა ფერ მიყვარს პრასი. პრასი და ლობიოს. ეს პრასი მართლა თავისი 9 ლარს ამართლებს. რაფერ გითხრათ ახლა ლობიო ხალხი ხო არის? კაია გემრიელი, მაგრამ აი ამ მწვანილს რომ მიაყოლებ და პრას და ბოლოქს არის რავი იდეალურია ყველაფერი. მაგარია.
რა ხდება იცი? იდეალურად აქ გემო დასმული. უბრალოდ ერთი რას ვიყავდი იცი? ფასი არის ბევრი, ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა იყიდო და ბევრი არის ახლა. მარკეტინგულად სწორადაა გათვლილი ახლა, იმიტომ ლობიოსთვის მიდივარ ახლა ლობიოს მარტო ხო არ შეჭამ ლობიოს მე მჭადი გინდა, წვანილი გინდა, ან მშავე გინდა და მე ადის ბევრზე. მარტო ლობიოს ვერ შეჭამ ესე, მაგრამ ქუთაისში რა ხდება ახლა? ქოთნის ლობიოს მოყვება თავისი პური, აი ესენიც მწვანილებიც ყველაფერი, თავის ბოლოკი არ ყველაფერად მოყვება და ღირს 10 ლარი. მაგას ისე ყანაერი რაღაცა ახლა ეს ფასის შედარება, იმიტომ ქუთაისში სხვა ფასებია ყველაფერზე. ნუ აქეთ ყველაფერი ძვირი ღირს და ამის ფასიც მისაღებია. ქუთაისში ყველაფერი იაფია და ჩამოდით ქუთაისში და გასინჯეთ ყველაფერი, გაგისწორდება. ეს მართლა გემრიელი არის. თალგე ახლა რა უნდა მომხდარიყო რომ ბოლოკი მეჭამა. მაგრამ ლობიოზე მიდის. ყველაფერი რაც ხახვში ეხება, ყველაფერი მიყვარს ისე. პრასიც ხახვების ოჯახიდანაა. კინკალის გასინჯვა შეიძლებოდა, მაგრამ დაფერად ყველგან, აქანაც დავაგვიანე, უკვე იგეტება, აღარც წნილი ქონდათ დარჩენილი და სავარაუდოდ გარეთ შუქებით ჩააქვნენ, სამზარეულო დაიკეტებოდა თითქმის 11 საათია და 11-მდე მუშაობენ. და კიდე ამ თბილისის საცობების გადამ კიდე ყველგან დაგვიანე. აჰა, შუქით წავი. აი, რასაც გეუბნებოდით. ამასია საუბარი. ქეშად იქონიათ ფული, იმიტომ ბარათით არ შეიძლება ყიდვა. ხო, შემოსასვლელში იყო ბანკომატები. ალბათ მაგიტო იყო შემოსასვლელში ბანკომატები, რომ გამოიტანო ფული. ნუ ქეშად შეგიძლიათ მარტო იყიდოთ აქან. ეს ადგილი მქონდა ჩემი გასასინჯი დაწესებულებების სიაში. აქანა მინდოდა მეჯამა ლობიო, ხო და ეგით შესრულებულია და ფათაშორის ძალიან გემრიელი არის. ერთი სიტყვით, ერთი ადგილიც მივამატე, დავედით ახლა გარეთ. გამავედით გარეთ, მივდივართ ქუთაისისკენ და აგერა ეს ბანკომატები რო გითხარით, საქართველოსი და ლიბერთისი არის და თბილისში რა დააშავა, სიმ. კარგი ახლა მეგობრებო, ამნაირი გამევიდა ქუთაისელი კაცის თვალით დანახული თბილისი რა. მე მომეწონა, კაი იყო. როგორც ტურისტი ისე ვიყავი ახლა მე თბილისში ჩამოსული. ამდენი ხანი არ ვიყავ დანარჩენი, რამდენი ხანი კი იყო, ერთი დღე ვიყავი, მაგრამ ქუთაისელი კაცისთვის მაგი ბევრი არის ახლა. მინდა რომ გავაცნო ხალხს იმერეთი, ქუთაისი და ქუთაისის მხარეს ყველაფერი. საერთოდ საქართველოს მინდა გავაცნო თვითონ ქართველებს, მაგრამ აქეთ ახლა მაინც ქუთაისთან ახლოს ვარ და კონტენტიც ქუთაისური გამოვა. მადლობა, ვინც მიყურებდით, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. წავედით.